თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წელი გავიდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში მეოთხე ქვეით ბრიგადაში გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ხელისუფლების ლიდერებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახი კალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. აღლუმო, წვენა! სწორება, ჯუაში! ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალები საზეიმო ღონისძიებაზე დაწყობილია. გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დატუნაშვილი. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას გახსნილად ვაცხადე. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა. აღლუმო, წვენა! სწორება, დროშაზე! ნაბიჯით, იარ! ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ქალბატონებო და ბატონებო,
გთხოვ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და სამსახურაობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. მადლობთ. გაგაცნობთ თავდაცვის ძალების მოკლე ისტორიას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ქართული ჯარის ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წლევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ აღინიშნება. თავდაცვის ძალების მთავარი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. შექმნის დღიდან თავდაცვის ძალები ყველა ომსა თუ ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას. სამაჩაბლო აფხაზეთის კონფლიქტის დროს 1991-93 წლებში, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორობის მხარდამხარ იბრძოდნენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოების სამშვიდობო მისიებში. კოსოვოში 1999-2008 წლებში კოსოვოს ძალები, ერაყში 2003-2008 წლებში მრავალეროვნული ძალები, ავღანეთში 2004-2021 წლებში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები, გაეროს მხარდამჭერი მისია, მტკიცე მხარდამჭერი მისია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014-2023 წლებში ევროკავშირის ძალები, ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისია, ევროკავშირის საწვრთნელი მისია, მალის რესპუბლიკაში 2016-2023 წლებში ევროკავშირის საწვრთნელი მისია. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარეს და დღეისათვის მის შემადგენლობაშია თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი, აღმოსავლეთის სარდლობა, დასავლეთის სარდლობა, ლოჯისტიკის სარდლობა, წვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, ეროვნული გვარდია და სპეციალური ოპერაციების სარდლობა, აგრეთვე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები განაგრძობს გაძლიერებას. დღეს ჩვენი ქვეყნის დამცველთა რიგებს რეკრუტთა ახალი ნაკადი შეუერთდება, რომლებიც საზეიმოდ დადებენ ფიცს. ვიწყებთ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს. აღლუმო, სვენა! სამხედრო ფიცის დადებას შეუდექი! საქართველოს მოქალაქე! მე საქართველოს მოქალაქე! შევდივარა სამხედრო სამსახურში! შევდივარა სამხედრო სამსახურში! ბიძავ! ბიძავ! პირნათად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე! პირნათად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე! ბიძავ! ბიძავ! კეთის სიტისერა შევისწავლო სამხედრო საქმე! კეთის სიტისერა შევისწავლო სამხედრო საქმე! ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები. ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები. ბიძავ! ბიძავ! კიდე დავიცვა სამხედრო დისციპლინა. კიდე დავიცვა სამხედრო დისციპლინა. როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველი და საფუძველი. როგორც სახელმწიფო ძლიერების საფუძველი და საფუძველი. ბიძავ! ბიძავ! შევინახო მანდობილი სამხედრო საიდუმლოება. შევინახო მანდობილი სამხედრო საიდუმლოება. შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა. შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა. და მე დაურის ბრძანება. ბიძავ! ბიძავ! კიდე დავდგე საქართველოს სადარაჯოზე. კიდე დავდგე საქართველოს სადარაჯოზე. და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
მტერზე გამარჯვებისათვის. ვიბრძოლობ მტერზე გამარჯვებისათვის. თუ ამბიც გავტეხ, თუ ამბიც გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. ვარავდეს ღმერთი! ვარავდეს ღმერთი! ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა ასეულმა სამხედრო ოფიცი დადო, გენერალ-მაიორი დადუნაშვილი. ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ოფიცის დადებას. მოსახურები საქართველოს! თავისუფლად. აღლუმო, თავისუფლად! ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს განსაკუთრებული დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალების 34 წლის გახდა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და იცავთ სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენდანი გმირობისა და თავდადების მაგალითია. სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცეს აყდენს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქეთს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემით სურს ვიმართო ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას. თქვენ დღესაც ინარჩუნებთ მტკიცე სულსა და ასწავლით მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს. დიდი მადლიერებით ვიხსენებთ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომელთაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. თქვენი ძალა, სიმტკიცე და სიყვარული სამშობლოს მიმართ შთაგონების წყაროა თითოეული ჩვენგანისთვის. ქეთს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. მათი სახელები ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა. განსაკუთრებული სიამაყით სურს აღნიშნო, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. საამაყოა, რომ ჩვენი სამხედროები ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით წარმატებით აგრძელებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. მე როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს.
ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება. თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ ვჯერა, რომ ერთიანი ძალებით ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი. გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს. ალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა ბაბუაშვილს, მივესალმები დედაქალაქის მერს ბატონ გახაგალაძეს, მივესალმები საქართველოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ჩიკოვანს, მივესალმები თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, მივესალმები აღმასრულებელი და საგანგულო ხელისუფლების წარმომადგენლებს. მივესალმები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას, ჩვენ საამაყო ჯარს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლის თავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყე წარმოაჩენ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გვირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გერქვა საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით დარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება. სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მიულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ უთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართული ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქეც ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის თქვენ უპირველესი ადგილი გიგავიათ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებ ჩვენი ხელისუფლება, ისევე როგორც დღემდე მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს. ალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია. ხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს.
ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი. ევროპაში უკვე 3 წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისღვრელი ომი მიმდინარეობს. ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება. კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლის უნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს. ქალბატონებო და ბატონებო, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს. სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულობა, ყველგან და ყოველთვის თავგაწერითა და გმირობით დაიცვას საკუთარი სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ გძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ ზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა საქართველოს ომის ასპარეზად ცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგზეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან. ოფიცრებო და ჯარისკაცებო, თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა მიმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს. თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქეთს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირის წინაშე. ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ჩიქოვანს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ბატონო დედაქალაქის მერო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, მოგესალმებით და გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, მის 34 იუბილეს. 3 ათეულ წელზე მეტია სიმტკიცე, გამძლეობა და თავგანწირვა თამდევია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, რომელმაც გმირობითა და სისხლით დაწერა ჩვენი ისტორია ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. სწორედ ამიტომაც არის ქართული ჯარი საქართველოს ერთგულების და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას. ულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, სამხედროებს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, რიგითებს, ჩვენი ერისა და ქართული მიწაწყლის შეუპოვარ დამცველებს. ყველგან და ყოველთვის, სადაც გიბრძოლიათ, თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩენდით ჩვენს ქვეყანასა და მის გაუტეხელ ბუნებას. თქვენ თავს უძღვნით ჩვენს სამშობლოს, რაც მუდმივ ზადყოფნასა და უპირობო დისციპლინას გულისხმობს. ეს კი განსხვავებულ ცხოვრების წესს მოითხოვს თქვენგან.
რაც მუდმივ თანადგომას და ხელშეწყობას საჭიროებს თქვენი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურეების საყრდენი და მხარდამჭერია. დიდი მადლობა ყველას, თქვენ აძლიერებთ თავდაცვის ძალების ღირსეულ სამხედროებს. ბატონებო და ქალბატონებო, ქართული ჯარი დედა ეკლესიასთან ერთად მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს: მამულს, ენას და სარწმუნოებას. თავდაცვის ძალების მიმართ საყოველთაო ნდობა და სიყვარული ჩვენი მეომრებისა და სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. სამშობლოს დასაცავად ჩვენს უახლოეს ისტორიაში არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი გვაქვს. ბევრმა ჩვენმა ჯარისკაცმა საქართველოს თავისუფლებისათვის თუ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე გაიღო. ქეთს ვიხრი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. ისინი იქცნენ ჩვენს სიამაყედ და პატრიოტიზმის მაგალითად მომავალი თაობებისთვის. თავდაცვის ძალების რიგებში ღირსეულად აგრძელებენ სამსახურს ჩვენი დაუმარცხებელი და გაუტეხელი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები, თავდაცვის ძალების გამორჩეული ჯარისკაცები, როგორც ჩვენ მათ ვეძახით დაუმარცხებლები. მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მოგილოცოთ თქვენ ეს დღევანდელი დღე. თქვენ სიმამაცის, სამშობლოსათვის მსხვერპლის გაღებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქეცით. ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე თქვენს გვერდით, ჩვენს ცოცხალ გმირებთან ერთად. 30 წელზე მეტია საქართველოს თავდაცვის ძალებს დაუღალავი შრომით აშენებენ და განამტკიცებენ მრავალი თაობის საომაყო სამხედროები. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ. სწორედ მათ შექმნეს საუკუნოვან ტრადიციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ქართული ჯარი, რითაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე თავდაცვის ძალებს და რითაც ასე ვამაყობთ ჩვენ დღეს. ასეთ მყარ ფუნდამენტზე იზრდება, ძლიერდება და ვითარდება ქართული ჯარი. ახალგაზრდა თაობა კი ჩვენი ჯარის იმედია. დღევანდელი დღე განსაკუთრებით საპატიოა რეკრუტებისთვის, რომლებმაც ქვეყნისა და ერის წინაშე დადეს სამხედრო ფიცი და განახლებულ წვევანდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მზად არიან ერთგულად იმსახურონ პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევანდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე. ჯერა, რომ ჩვენი რეფორმების შედეგად ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ასეთი წარმატებული რეფორმებით, თანამედროვე სიახლეებისა და სამხედრო ტრადიციების შერწყმით გააგრძელებს თავდაცვის ძალები განვითარებას. ქართულმა ჯარმა ჩამოყალიბებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპები გაიარა. ყველაფერი კი 34 წლის წინ დაიწყო, როდესაც 1991 წლის 30 აპრილს ოფიციალური გაწვევა გამოცხადდა და ათასობით ახალგაზრდა ენთუზიაზმითა და სიამაყით ეწერებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში. ეროვნულ გვარდიას გამოწვევებით სავსე და ეკლიანი გზა ელოდა წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად, თუმცა მის საფუძველზე სამშობლოსათვის თანგაწირვის სულისკვეთებით შეიქმნა და განვითარდა ქართული ჯარი. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ჯარმა მრავალი სტრუქტურული და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა. 1995 წლის კონსტიტუციით საქართველოს ყავდა შეიარაღებული ძალები, რომელიც ომის დროს სხვა სტრუქტურებთან ერთად შედიოდა სამხედრო ძალების შემადგენლობაში, ხოლო 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურა და მას ეწოდა საქართველოს თავდაცვის ძალები. წლების მანძილზე თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვასა და შესაბამისი წვნებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადაუხადო მათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის. დღეს თავდაცვის ძალები გახლავთ თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალა, რაშიც თითოეულ თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით მინდა გამოყო ის 117 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 30 წელზე მეტია ემსახურებიან სამშობლოს და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ.
ჩემთვის და ყველა საობის სამხედროსთვის პატივია თქვენთან ერთად ჯარის მშენებლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ კი განსაკუთრებულია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის ჩართულობით ჩვენ აქტიურად ვდგავთ ნაბიჯებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დამტკიცებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის ნდობით ვიდგე თქვენს გვერდით. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისათვის, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ დაუღალავი შრომისათვის, გუნდის ძლიერი და კეთილსინდესიერი ლიდერობისათვის და რა თქმა უნდა ჯარისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისათვის. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობა ეკუთვნის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლის მხრიდანაც ქართული ჯარი სარგებლობს მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურვებთ, რათა ჩვენს ჯარს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რათა განვაახლოთ ლოგისტიკური შესაძლებლობები და გავაუმჯობესოთ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით გავატაროთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები. გრძელვადიანი დაგეგმვის ფარგლებში ჩვენი მიზანია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება, რათა შევქმნათ კიდევ უფრო კარგად გაწვრთნილი, მაღალი მოტივაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული და მობილური ჯარი. თავდაცვის ძალების განვითარების და გაძლიერების გზაზე უმნიშვნელოვანესია სამხედრო ხელმძღვანელობის როლი და პროფესიონალიზმი. სამეთაურო რგოლის ხედვა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება ქმნის და აყალიბებს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებს. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც თავისი 31 წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართველი პროფესიონალი სამხედროს მაგალითად. ასევე მადლობა მინდა უთხრა მის მოადგილეებს, სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, ბატალიონის მეთაურებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებას. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. მადლობა.